რაზეც ვსაუბრობ. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება იმას თუ რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო, დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვერსიებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ თუნდაც მერის წინააღმდეგ თუ რაიმე სურდა ვინმეს რომ მოენახა კომპრომატი ფარცხელაძის გარეშეც მერის წინააღმდეგ უამრავი კომპრომატის მოძებნა შეიძლებოდა. ვინაიდან ფარცხელაძე იყო ძალიან დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან, აქ შეიძლება ორ მომენტთან მქონდეს საქმე. ერთი ის რომ ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს თუნდაც მისი უახლოესი გარემოცვის ან სანათესაოს ჩამოშორებაც კი თუ კი ხედავს რომ ის რაღაც კორუფციაში არის ან მისგან ნებადართვის გარეშე ხარჯავს ან ხმარობს თანხებს, ასეთი ფაქტები ყოფილა მის ცხოვრებაში და შეიძლება ამასთან გვაქვს საქმე, ან შეიძლება უფრო სხვა რამესთანაც გქონდეს საქმე, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესუსტების პერიოდი დადგა ქვეყანაში. მე ცოტა ხნის წინ მივეცი ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთს კვირიკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ამერიკაში და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს ორი ფაქტი იყოს ერთმანეთთან კავშირში, ანუ მგონია, რომ კვირიკაშვილის ვიზიტიც ეს დაუგეგმავი და მოულოდნელი ვიზიტი, რომელიც თვითონ კვირიკაშვილმაც ბოლო წუთებში გაიგო, ნიშნავდა იმას, რომ ამერიკის მხრიდან შესაძლოა ნიშნავდა იმას, რომ ხდება ბიძინა ივანიშვილის ჩანაცვლება, ანუ ის რომ ამერიკა ეუბნება ამითი ხელისუფლებას, რომ ჩვენ დავდგევართ თქვენს უკან და არავინმე სხვა ერთი თუნდაც ძალიან გავლენიანი ადამიანი საქართველოში, შეიძლება ამასთან გქონდეს საქმე და აქედან გამომდინარეა სწორედ იმ ადამიანებზე, ესე ვთქვათ, თუნდაც აუდიტის ჩართვა ან სხვაგვარი ჩამოშორება, რომლის ხელითაც ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ გავლენებს ახდენს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ბატონ ზაზა, რა აჩვენა თქვენთვის ამ ერთმა ფაქტმა? აქ ლაპარაკია ერთი მხრივ იმაზე, რომ შეთანხმებულ მოქმედებაზე ლაპარაკობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მეორე მხრივ საუბარია იმაზე, რომ გავლენები აქვს ფარცხალაძეს ჯერ კიდევ პროკურატურაში, საგამოძიებო სამსახურებში. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომელიც ჩვენ ნახეთ? აი თქვენ როგორ გაშიფრავთ და გაანალიზებთ ამ ყველაფერს? მე მინდა მოგესალმოთ. მოგესალმებით. ძალიან ცუდი ფაქტია. მე ამ ფაქტს შევადარებდი იმ ფაქტს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიტიკოსები ხდებოდა თავდასხმები და ჩვენ პირდაპირ ეთერში უყურებდით, რომ ადამიანები